მოგესალმებით, ჩემო ქართველებო, ემიგრანტებო და არაემიგრანტებო. ახლა ვისაუბრებთ იმაზე, თუ რამდენად უსამშობლოები არიან ქოცები. ასაგურველია, ისინი არიან რუსეთის მონები, თუმცა ამავე დროს კი ცდილობენ ლავირებას აღმოსავლეთის სახელმწიფოებთან, რათა მოიპოვონ პოლიტიკური მხარდაჭერა და ახლა ყაველაშვილი, ეს თვითგამოცხადებული, უпростоრად კი დანიშნული პრეზიდენტის პაროდიის შემსრულებელი ეწვია დიდგორობაზე თურქეთს. რაც შეეხება უსამშობლოობის თემას. ვინ არის უსამშობლო, ყველა ვხვდებით. დიდგორობაზე ეწვევი იმ სახელმწიფოს, რომელთანაც ადრე ომობდნენ ჩვენი წინაპრები. გასაგებია, თურქეთი დღეს არის პარტნიორი, ისევე როგორც საბერძნეთი, რადგანაც ნატოში არიან, მაგრამ დიდგორობაზე თურქეთში ჩასვლა, თან თურქი მესხების ჩამოსახლებაზე საუბარი, რაც ზვიადგამსახურდიამ აკრძალა, იმიტომ რომ თურქების სამშობლო არის თურქეთი. და როდესაც მას დაუსვეს კითხვა, რომ ვოლგისპირეთში გერმანელები რომ დაბრუნდნენო, რა სიტყვით ამის შესახებ, გერმანელების სამშობლო არის გერმანიაო, მან უპასუხა. რუსებმა ეს პარალელი მას იმიტომ გაუვლეს, რადგანაც უპირებდნენ თურქი მესხების თემაზე საუბარს და რატომ მაინც და მაინც მაგ დროს დაუწყეს ზვიადგამსახურდიას ამაზე საუბარი. რადგანაც რუსეთს უნდოდა მაშინაც რომ ჩამოსახლებულიყო აქ თურქები, მერე დაწყებულიყო გარკვეული უთანხმოება და მერე რუსეთი ჩაერეოდა როგორც ეგრეთ წოდებული შვიდობის ყოფილი. და ზვიადგამსახურდიამ ეს იცოდა და აკრძალა ეს პროექტი. სხვადასხვის ქოცები ხელს უშლიან ლაზებსა და ფერეიდნელებს, რომ დაუბრუნდნენ თავიანთ ისტორიულ სამშობლოს. სამაგიეროდ, როდესაც ეს არ იყო საჭირო, ისინი სპეკულირებდნენ ფერეიდნელებისა და ლაზების პროექტი, როდესაც სურდათ აქ არამხოლოდ ირანისა და თურქეთის სომხობის ჩამოსახლება, არამედ თავად ირანელებისა და თურქებისიც. ამიტომ ვინ არის ახლა უსამშობლო, ხო გასაგებია. რუსების ჩამოსახლებაზე ხო არაფერს ვიტყვი, ისინი აქ სახლდებიან მასიურად. ახლა ასურეთს ზვერავენ. მანამდე თუ ზვერავდნენ აჭარას და თბილისის მიდამოებს, ახლა უკვე ასურეთსაც მიადდნენ, სადაც გერმანელი პროტესტანტები ცხოვრობდნენ. იქაც სურთ დაიკავონ. მაგრამ არ არსებობს ადგილი, სადაც რუს არ უნდა რომ იცხოვროს. ყველგან უნდა ცხოვრება. ახლა კიდევ ინდოელებიც ჩამოსახლდა პაკისტანელებთან ერთად, ირანელებიც, არაბებიც, საერთოდ არაბებს ტაბახმელასთან სოფელი აქვთ. კი არა, ქალაქი უკვე თავის თითქმის. იგივე ითქმის ბაზალეთის მიდამოებზეც. და ვინ არის ახლა უსამშობლო? ჩვენ, ქართველები, რომლებსაც გსურს, რომ კონდეს ნამდვილი ქართული, ევროპული საქართველო, თუ ესენი, ქოცები, რომლებიც თავს ქართველებად მოიხსენიებენ და თემურლენგის საფლავს ეწვევიან და პატივს მიაგებენ, ყობახიძეზე მაქვს საუბარი და დიდგორობაზე რომ თურქეთში მიდიან. ეს ყაველა. მაგრამ გავიხსენოთ კიდევ დიდგორობის აკრძალვა ვის მიერ მოხდა და ვის დროს. რასაკვირველია ქოცების დროს. მისი აღნიშნის აკრძალვა, რადგანაც ისინი ცდილობენ რომ თურქეთთან დაძაბონ ურთიერთობა. ჩვენი და თურქების ურთიერთობა იქნება მხოლოდ საერთაშორისო სამართლის მიხედვით. ჩვენ არ დაგვიწყებია ის, რომ 100 წლის წინ მოხდა ჩვენი მიწების ოკუპაცია ათათურქის მიერ. ართვინი საქართველოა, ეს ვიცით ყველამ. კი, ჩვენ განვიხილავთ თურქეთს სტრატეგიულ პარტნიორად, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ არ შევახსენებთ მათ, ვისი და რისი მიწები უჭირავთ. და რაც შეეხება იქ არსებულ ჩვენ ტაძრებს, რომლებიც მიაგდო ამ მთავრობამ, მათ ჩვენ აღვადგენთ. და იქ ქართველი იცხოვრებს ისევე როგორც საქართველოში, ეს მომავალი როგორი იქნება, იმას ვამბობ. მაგრამ ამ რეჟიმს ფეხებზე ჰკიდია, აქ არსებულ ტაძრებს არ აღადგენს და ოშქს და იშხანს მიხედავს. საქართველოში ყოველთვის უნდა იყოს პირველ ადგილზე ქართველი, როგორც ამას ილია ჭავჭავაძე იტყოდა და მერე ზვიადგამსახურდია ციტირებდა. იმიტომ რომ თუ ქართველი თავის ადგილას არ დადგა, ეს საქართველო აღარ იქნება, ხოლო ამ უსამშობლო მთავრობას ამისი არ ესმის, რომელიც ჰესომანიითაა დაკავებული, მიგრანტომანიით და ასე შემდეგ. ყველას ჩამოსახლება უნდა აქ. სამაგიეროდ ქართველების გასახლება. ეს არ მოხდება. ქართული მიწა არის ქართველის საკუთრება. მორჩა